ჩამოვედი გორის პროკურატურასთან დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით. აქ ადგილზე არის სასწრაფო მანქანა, ვაჩვენოთ, მოდი. ადგილზე არის ჩვენი საამაყო ჟურნალისტები, ტევ პირველი, ფორმულა. ეხლა მოვიდა საზოგადოებრივი. დარწმუნებული ვარ, ყველა აღხბოთით იმით, რაც ნახეთ. კატეგორიულად, არ ვიცი მე, ძალიან ბევრი ქართული ოცნების მომხრეს ვიცნობდი თავის დროზე და იმიტომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, რომ ესეთი რაღაცები არ მომხდარიყო და არ მოწონდათ მათ და იბრძოდნენ და ციხე-ციხე ხეხეს ამ ხალხმა, რომ აქ მოყოფილიყო კანონის წინაშე თანასწორობა და დაუსჯელობა არ მომხდარიყო. აი თუ მოწონთ მათ ის, რაც ნახეს, ეს მაინტერესებს. ეხლა აქ რა ხდება? დაკითხვაზე არიან შესულები ერთი დაზარალებული, ადვოკატი ადგილზე არის იქ შესული, როგორც მე ვიცი, ჟურნალისტი, რომელმაც გადაიღო კადრები, ისიც დაკითხვაზე არის შესულიო, თქვეს. ეხლა ეს იმედი მაქვს, რომ აქედან არ გამოვა ამბები მათი დამუშავების, იმიტომ რომ ასეთი დაკითხვები კი საჭიროა იმისთვის, რომ ინფორმაცია მოიძიო, მაგრამ მეორე მხრივ, მეგობრებო, კამერა არსებობს, ვიდეო გადაღებულია, ყველას იდენტიფიცირება სახეზე შესაძლებელია. ამიტომ ცოტა ხანი დავაკვირდეთ, რა ინფორმაციას გამოიტანენ თვითონ, არ გაგვიკვირდეს, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ცხოვრობთ, ეს იყოს დამუშავებისთვის გაკეთებული დაკითხვები. მაგრამ ვაცადოთ, გამოვიდნენ და ვაცადოთ, რამდენიმე დღე მივცეთ იმისთვის, რომ აგერ არის კამერები, აგერ არის ხალხი, რომელიც არის იდენტიფიცირებული, ადვილია, მაგათი პოვნა. აი ეს ხალხი ყველა უნდა მიიცეს პასუხისგებაში. ეს არ არის კადიროვის რაღაცა ჩეჩნეთი, სადაც ხალხს ასე დღისით, მზისით უსწორდებიან, აქრობენ და მათ ასე ჩაგრავენ და ასე ძალადობენ. არ არის. თუ ხალხი ამას მიიღებს, იყოს მაშინ. მაგრამ მე მგონი არ არის. ამიტომ ეხა იმასაც გაგახსენებთ. მე ვიყავი საიას თავმჯდომარე, აგერ გორშიც ნამუშევარი ვარ, საამაყო საიას ფილია. მაშინ, ესე იგი, როდესაც გავიგეთ გირგვლიანის წამებისა და მკვლელობის ამბავი, რამდენიმე დღეში დაიწყო ჩვენი აქციები, დაიწყო ქუჩაში გამოსვლები, ბევრს ემახსოვრება, ვისაც არ ახსოვს, მე ვეტყვი ამას და ცოტა ხანში იძულებული იყო მაშინდელი, აი ხა წარმოიდგინეთ, რასაც მე მაგათ ვაკრიტიკებდი, იმისთვის, რომ ადამიანის უფლებებს არ ღვევდნენ და ხალხზე ძალადობდნენ, მაშინდელი მინისტრიც კი გამოვიდა, ბრიფინგი გააკეთა ვანო მერაბიშვილმა, ის ხალხი ალანია და რამდენიმე ვინც ბრალდებული იყო, თანამდებობიდან გადააყენეს და მე დაიწყო პროცესები და ასე შემდეგ. ხო და ეხლა იმედი მაქვს, რომ ისე არ გააკეთებს ბატონი სულხან თამაზაშვილი, რომ ეს ქმედება 20 წლის წინ მოგვეჩვენოს, რომ კარგია. ხო, იმედია, რომ ისე არ მოექცევა და ისე არ დაგვემალება საქართველოს მოქალაქეებს. გამობრძანდება ხვალ დილას და ახსნის რა ხდება მის უწყებაში. ერთი. ეხლა მეორე. მარტო ის რომ გამოვიდნენ და თქვან რომ აი რაღაცა გამოვიძიებთ, მასზე პასუხს გეტყვით, ეგ არ კმარა. გამობრძანდნენ, ეს ხალხი გამოავლინონ და მისცენ პასუხისგებაში. აგერ არის გორი, ხო ვიყავი ცოტა ხნის წინ ჩამოსული, აგერ ეხლა ხო ჩამოვკანდი. ჩამოვალ მუდმივად. კი, იმიტომ რომ ამის გატარება არ შეიძლება ხალხნო ძაღლებს დაგიწვავენ ცოცხლად, თუ ადამიანს გიცემენ მზეზე, თუ ბავშვს იმას გიზავენ, გიცემენ და აგერ იმას რაც მოუვიდა არაჩვეულებრივ გიგაავალიანს, თუ კვარაცხელიას, ეს არის ძალადობა. ძალადობაზე სათქმელია უარი, სამუდამოდ და სათქმელია, რომ კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს. ფორმა ხარ გააკე, ექიმი ხარ, მასწავლებელი ხარ, ინჟინერი ხარ თუ პოლიციელი ხარ თუ ჯარისკაცი ხარ. ყველა. ამიტომ აი ესეთი ამბავია, ახლა მე რასაც გავიგებ, აქედან შეგატყობინებთ.